მოგესალმებით ის არხზე. მე ჰუბერტი მქვია და აქედან წარმოგიდგენთ ჩვენს ყველა სატყუარას, რათა ზუსტად იცოდეთ, როგორები არიან ისინი. ასევე გაჩვენებთ ძირითად აღჭურვის მეთოდებს და იმასაც, თუ როგორ იქცევიან ისინი წყალში. ვიძგებთ. დამატებით უკვე ახლა გიწევთ, რომ ბოლომდე ვუყუროთ ამ ვიდეოს, რადგან ბოლოს პატარა სიურპრიზი გელოდებათ. დღევანდელ ეპიზოდში წარმოგიდგენთ არის სატყუარა, რომელმაც წელს დებიუტი მოახდინა და ამჟამად ხელმისაწვდომია 23 დუიმიან ზომებში. ეს სატყუარა ამჟამად ხელმისაწვდომია 9 ფერში და როგორც ალბათ იცით, ბრენდი ყოველთვის ასოცირდება სუნთან. ამ შემთხვევაშიც აქაც გვაქვს საქმე თევზის სუნთან. აქ გვაქვს 3 დუიმიანი, ფერი 003. ეს სატყუარა დამზადებულია მცურავი მასალისგან, რის გამოც შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა. მალე გაჩვენებთ ამ ძირითად ვარიანტებს და იმასაც, როგორ იქცევა ეს სატყუარა წყალში. გარდა ამისა, ის შექმნის მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება რეურად გაემეორებინათ წყალში არსებული წვრილი თევზები, მაგალითად უკლეიკა, პატარა კლენი ან სხვა თევზები, რომლებზეც ნადირობენ მტაცებლები, როგორიცაა ქორჭილა, ქაფშია ან ქარიხლაპია. აქ გვაქვს 3-ინჩიანი ფერში, აღჭურვილი ჯიგის თავით. ეს სრულიად სწორად არის აღჭურვილი. ძალიან ჰგავს უკლეიკას და ასეთი აღჭურვილობით შეგვიძლია ეფექტურად ვთევზავთ მასზე როგორც ჩაძირვით, ასევე ერთგვაროვანი ამოძრავებით. ახლა კი ვნახოთ, როგორ იქცევა ეს სატყუარა წყალში. აქ თქვენს წინაშეა ყველაზე პატარა ვოლფრამის ჩებურაშკით. ეს ძალიან ეფექტური აღჭურვის სისტემაა, რადგან ამ გზით სატყუარას უფრო მიმზიდველს ვხდით და ოდნავ ვცვლით მის მოძრაობის ტრაექტორიას. უნდა ვაღიარო, რომ ეს ზომა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ძალიან კარგად მემსახურება, რადგან ახლო წყალში ბევრი წვრილი თევზია სწორედ ამ ზომის, რაზეც კაკლებიც და სხვა მტაცებელი თევზებიც, როგორიცაა კლენი ან კალმახი, ძალიან კარგად იკვებებიან. ამ გზით შეგვიძლია ეფექტურად ავჭუროთ სატყუარა და ვნახოთ, როგორ მოძრაობს იგი. მცურავი მასალა გვაძლევს ფართო შესაძლებლობებს აღჭურვის მხრივ. აქ მაქვს სწორედ ნედრიგი აღჭურვის სისტემა, ანუ ბრტყელი თავი, რომელსაც ვდგამთ ფსკერზე, რათა თევზმა შეძლოს შვიდად აიღოს და შეუტიოს ჩვენს სატყუარას. მოდით ვნახოთ, როგორ იქცევა ეს სწორედ აქ წყალში. აი სწორედ ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობდი.
ამთვის საჭიროა ამოტივტივებელი მასალა და ის თავი და ამგვარად შეგვიძლია ჩვენი სათღვარა ასე წარმოვადგინოთ ფსკერზე. აქ კი თქვენს წინაშეა 3 ინჩიანი ზომით აღჭურვილი ჯიგის პატარა თავით. ამის წყალობით შეგვიძლია ეფექტურად თევზაოთ ჩაძირვის მეთოდით. ასევე შეგვიძლია ასეთი სათღვარა ერთგვაროვნადაც ვადაროთ. აქ ეს კუდი ჩვენს ნაცვლად იმუშავებს და ეფექტურად დააინტერესებს მტაცებელ თევზებს შეტევისთვის. ახლა კი მას შემდეგ, რაც დეტალურად განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი თეორიული ასპექტი და საფუძველი, დროა გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე და ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს ის რეალურ პირობებში. მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ დავაკვირდეთ მთელ პროცესს, რათა უკეთ გავიგოთ თითოეული ეტაპი და დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად და ეფექტურად მუშაობს. პირველ რიგში შევეცდებით დეტალურად ახსნათ, რა არის მთავარი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას და რატომ არის ეს მექანიზმი ასეთი მნიშვნელოვანი. შემდეგ კი რეალურ მაგალითზე დავაკვირდებით, როგორ ხდება ამ მექანიზმის ამოქმედება, რა ეტაპები უნდა გავიაროთ და რა შედეგს ვიღებთ საბოლოოდ. ამ პროცესის დაკვირვება დაგვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ მისი მუშაობის პრინციპები, გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში და შევაფასოთ, რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი სხვადასხვა სიტუაციაში. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თითოეული ნაბიჯი საჭიროებს ყურადღებასა და სიზუსტეს, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი. ახლა კი მოდით ერთად დავაკვირდეთ თითოეულ დეტალს, გავაანალიზოთ მიღებული ინფორმაცია და შევეცადოთ პრაქტიკულად გამოვიყენოთ ეს ცოდნა. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, ან გექნებათ სურვილი, რომ კონკრეტული ეტაპი უფრო დეტალურად განვიხილოთ, შეგიძლიათ ყოველთვის მოგმართოთ. ასე რომ ყურადღებით დავაკვირდეთ პროცესს, ერთად გავიგოთ, როგორ მუშაობს ის ეტაპობრივად, დეტალურად და პრაქტიკულად, რათა საბოლოოდ მივიღოთ სრული სურათი და დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად და ეფექტურად მუშაობს. დასასრულს შეგვიძლია შევაჯამოთ მიღებული გამოცდილება და გამოვიყენოთ ეს ცოდნა მომავალში, სხვადასხვა ამოცანის გადაჭრისას. ახლა კი დროა იმ სიურპრიზისთვის, რომელიც ვიდეოს დასაწყისში დავაანონსეთ. გასათამაშებლად არის 3 სერიის სათღვარას ნაკრები. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ მზე პოსტში, სადაც ამ ვიდეოს ნახავთ, დააკომენტაროთ, მონიშნოთ 2 ადამიანი და დაწეროთ მზადაა. ეს ყველაფერი იყო დღევანდელი ვიდეოსთვის. ხოლო თუ გსურთ მეტი ინფორმაცია ჩვენი სათღვარების შესახებ, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დამატებით გახსოვდეთ, რომ ჩვენს ვებგვერდზე ყოველთვის ხელმისაწვდომია ჩვენი კატალოგი მიმდინარე სიახლეებით 2024 წლის სეზონისთვის. შეხვედრამდე შემდეგ ეპიზოდში.